მოგესალმებით, როგორც ცნობილია, დღეს მოხდა ფერმერების შეკრება და დღეს მოხდა წარდგენა ნაკვეთში არსებული სიტუაციისა ფერმერებთან მიმართებაში და ვიზუალშიც ხედავთ თუ რა მდგომარეობა არსებულ ყანაში, რომელშიც დაწესილია ჯიში, გერმანული ჯიში ლაურიელი და აქ სრული კურსი არის ჩატარებული აგროფორსის მიერ მოწვდილი ჰერბიციდებით, ფუნგიციდებით, პესტიციდებით და დაახლოებით 3 კვირის პერიოდი დარჩა მოსავლის აღებამდე. მოსავალს ველოდებით საშუალოზე მაღალს. ასევე როგორც აღვნიშნე, დაახლოებით ამ ნაკვეთის აღება განხორციელდება ივნისის ასე ალბათ 20 რიცხვისთვის. ვანახებთ უშუალოდ მოსავლის აღების კადრებს და უშუალოდ კონკრეტულად გვეცოდინება არსებული შედეგი, რა შედეგიც იქნება დაფიქსირებული ამ ფართობზე და დამიჯერეთ შედეგი იქნება ძალიან კარგი. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩვენი პარტნიორი ფერმერის გია გონაშვილის ქერის ხანაში. გვაქვს საპრეზენტაციო დღე. მოგეხსენებათ, აგროფორსი საქართველოში ოფიციალურად ექსკლუზიურად წარმოადგენს გერმანულ უმსხვილეს კომპანიას Saateng Unions სამართლე მიმართულებით. ჩვენ საქართველოს მასშტაბით დარაიონება გავუკეთეთ ქერის ორ ჯიშს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი ელენი და ლაურიელი და ასევე ხორბლის ორი გამორჩეული ჯიში, ტიკატაკა და პაპილონი. დღეს უფრო მეტად ქერზე მოგიყვებით. ელენი ეს არის სუპერ საადრეო ჯიში, რომელიც განსაკუთრებით არის გამორჩეული ასევე რეზისტენტობით სოკოვანი და ვირუსული დაავადებების მიმართ და ასევე მეორე ჯიში, რომელიც არის ლაურიელი, ეს არის საშუალო საადრეო ჯიში, რომელსაც აქვს განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობა და რეზისტენტობა ჩაწოლის მიმართ. ჩვენი პარტნიორი ფერმერები ზოგადად გარდა ჩვენი სათესლე მასალისა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იყენებენ სრული ციკლის მოცვით ჩვენ პროდუქტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად დაწყებული იყოს უმაღლესი ხარისხის გენეტიკის მქონე სათესლე მარცვლისგან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გერმანიიდან, Saateng Union-იდან, მაგრამ ასევე ამის შემდეგ მთელი ჯაჭვი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს ევროპული სტანდარტებით მიერ ჩატარებული. პირველ რიგში ეს არის თესლის დამუშავება დაცვის საშუალებებით, მაგრამ ასევე სტიმულაციით. შემდეგ გრანდირებული სასუქები, რომლებიც ჩვენ მოგვაქვს ევროპიდან, ლიტვიდან და გერმანიიდან, ტერამილეს ბრენდით. ასევე შემდეგ უკეთ ერთად დაცვის საშუალებები, დეტოლის ხაზი, მაგალითად მინდა გამოვარჩიო დეტოლის ხაზის ჰერბიციდები, რომლებიც უკვე ძალიან პოპულარულია საქართველოს მასშტაბით და ძალიან ეფექტური არის. აქაც გამოყენებული იქნა დეტოლის ხაზის ჰერბიციდები. თენა დაცვის საშუალებების შემდეგ მოდის სტიმულაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იქნეს სწორად ინტეგრირებული მთელი დაცვის საშუალებებთან ერთად სწორი სტიმულაცია. ჩვენ საქართველოში წარმოადგენთ ოფიციალურად ექსკლუზიურად სოფლიოში ნომერ 1 კომპანიას ვალაგროს, რომელიც უკვე განიცადა რებრენდინგი, რომელიც დაანონსდა კიდევაც ჩვენი სოციალურ მედიების საშუალებით და გახდა Syngenta Biologicals ბრენდი და მათი ნომერ 1 პრეპარატი არის მეგაფოლი, ასევე Brexil Mixi და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენს სხვა სოციალურ მედიების საშუალებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მინდვრის დღეების ჩატარება, რომ გაუზიაროთ ფერმერებს ის საუკეთესო გამოცდილება, რომლებიც აქვს ჩვენ პარტნიორ ფერმერებს, მაგრამ ასევე ის გამოცდილება, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან ევროპაში, გერმანია, საფრანგეთი, სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან წამყვანი ამ მიმართულებით და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მსგავსი მინდვრის დღეების მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მოხდეს საუკეთესო პრაქტიკის ერთმანეთთან გაზიარება.